ქალაქში ცხოვრებას სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა კი 4,3%-ით შემცირდა. აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 62% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, 38% კი სოფლად. გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტები ფიქრობენ, რომ ქალაქში დასაქმების მეტი პერსპექტივაა. რაიონში სამსახურების ნაკლები ამბავდა თბილისში ჩადიან, იმიტომ რომ სამსახურები იშოვონ, დასაქმდნენ და ყველაფერი. ქალაქს არჩევენ იმიტომ. მოსწყინდათ სოფელში ცხოვრება. არც იქაძლებენ უმუშევრად ვინმე რამეს და არც აქ. თუ კი იმუშავებენ, ვენახები ნაკვეთები გაყიდეს, გამიგე და გაიქცნენ ქალაქში. იქ უშრომელად ხო არავინ არაფერს არ აძლევს. იმუშავე და აქაც გექნება საარსებო. როგორ შეიძლება დატოვო მამაპაპეული, მამული, დედული, სახლი კარი. აი მოდით ჩვენ უბანში მაგალითად, სულ ცხოვრობთ 4 ოჯახი, იმხელა უბანი არის. ეხლა ყველა ქალაქში არ გაქცევლა, ზოგი რუსეთში წავიდა და იქ მოკვდა და იქ დარჩა, მაგრამ მაინც თუ მუშაობა გინდა, იმუშავე შენი მამული ნაკვეთი დაამუშავე, მოიყვა ბოსტნეული, ბახჩეული, ვენახი. კახეთიდან აი გურჯაანის რაიონიდან და კაცი რო თბილისში წავა. არ არის მაგრად საცემი? ამ წინვალე მიწაწყალს შვილო, სადაც ბარდაკრა მოსავალი მოდის რა, აქ ვის რა უჭირს, არავის არაფერიც არ უჭირს, ამიტომ ნუ გარბიან ამ ქალაქს.